გაჩაღვილ სკოლს. ჯერ ორი სიტყვით გეტყვით, რატომ მივირჩია მაინც და მაინც ეს მაქსიმა. იმიტომ რომ ჩემი აზრით საერთოდ სიტყვის თემა ყოველთვის მეტად ახლოა და ნაცნობი. ამ ფრაზიდან გამომდინარე მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ ტკბილ ტკბილი სიტყვის გავლენაზე, მაგრამ გადავწყვიტე რომ საერთოდ სიტყვის ძალაზე ველაპარაკოთ. გველსახვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუყარი, ყოველ მოციქე სიტყვები. შოთა რუსთაველის ესაფორიზმი მხარს უბავს ილიას სიტყვებს და წარმოაჩენს სიტყვის ძალას. რა არ შეუძლია ტკბილ სიტყვას? დაჩაგრული გულის დაავება ეს თუ რამე სხვა, იგი თითქმის ყოვლისშემძლე. ქართულ ლიტერატურაში უამრავი მასალა მოძებნება ილიას სიტყვის განსამტკიცებლად. მაგრამ უპირველეს ყოვლისა მინდა გაგახსენოთ სულხან-საბას რამდენიმე იგავი. მაგალითად, არაქში უტყვის დაუმწერესი ჩვენ ვკითხულობთ მეფეზე, რომელიც მსახურს ავალებს მსოფლიოში უტყვის და უმწერსი კერძის მოტანას. თუ გახსოვთ, რას მოუტანს ვეზირი თავის მწარმოებელს ორივე ჯერს? ეს მართლაც ასეა, ხომ? ვის არ უგემია ბოროტი სიტყვის სიმწარე და ვის არ მოცხებია ტკბილი სიტყვა გულზე მავნოთ. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ სანამ ადამიანი რაიმეს თქმას გადაწყვეტ, ასჯერ უნდა აწონოს შენი სათქმელი, რადგან უკვე წარმოქმნილ სიტყვას უკან ვერ დააბრუნებ. სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ არ უნდა გეთქვა, ფლობნება ნოდარ დუმბაძე. ამგვარად სიტყვას ძალიან დიდი გავლენა აქვს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. ამის ნათელი მაგალითია ელია ჭავჭავაძეც, რომელმაც გამოიყენა სიტყვის ძალა და გამოაღვიძა ქართველი კაცი. თბილი სიტყვით თბება ადამიანის გული და ხორცდება იარაღი. სიტყვა ის, რითაც გული იკვდება და ფეთქავს, მეუბნება ნოდარ დუმბაძე. და თუნდაც მე ყოველივე ეს თქვენთვის არ მეთქვა, სახარებაში ვკითხულობთ. პირველიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი. მადლობა.